ალადი ვაშლით. შობლებს განსაკუთრებით გვაქვს იმის პრობლემა. უცებ რა ვაჭამოთ ბავშვებს. პრინციპში ხა მეც არ ვიტყოდი ხანდახან ვარს ეგეთ სუბუკლ ლანჩზე საუზმეზე ბავშვთან ერთად. ძალიან გემრიელი მარტივი რეცეპტი. რითვისაც ჩვენ დაგჭირდება ნახევარი ვაშლი, ბოლოს ერთი ვაშლი ვქრობს. ლამაზადებს. ნახევარი ვაშლი, 2 კვერცხი, 30 გრამი ქვილი, ჩვეულებრივი პურის და 20 მილილიტრი რძე. ვაშლი ავიღე აიდარი, იმიტომ რომ ტკბილი და არომატულია. ესეთ ძველ. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ვაშლი, ასევე მსხალი, ბანანი. არ არის პრინციპული საკითხი. თავია ბავშვებს მოსწონდეთ რა. 2 კვერცხი. ოცდაათი გრამი ფქვილი. ხორა. და 20 მილილიტრი რძე. მოურიოთ. რაც თავარი ეკეთება, ნუ აი ძალიან სწრაფად. და ყველანაირი შანსი გვაქვს, რომ არ შევჭამენ სანამ ამას მოვამზადებთ. აქვე შეგვიძლია ჩავამატოთ ცოტა დარეჩინი, ვაშლი და დარეჩინი. შეგვიძლია ოდნავ თაფლიც შევურიოთ, ნუ აი აბსოლუტურად შეუზღუდავები ვართ მაგ მხრივ, როგორც გაგვეხარდება. ისე ვაკეთებთ. თავარია ბავშვებს მოაწონოთ. მზეც ისევ კარგი ვამჯობინე. ეხლა მართლა ცოტა ჩავდე. და ბალდაბალ ცეცხლზე. შეგვიძლია ხუფი დავაფაროთ, ან უბრალოდ გადმოვაბრუნოთ და ორივე მხრიდან კარგად დავბრაწოთ ოქროს ფერ ქერქამდე. გემრიელი საუზმე ან ლანჩი იქნება, რომელიც მოეწონება თქვენს პატარებს. მოწონს. ძალიან კარგად იქნება ვაშლი. დარეჩინი და თაფლი უნდა. და ზემოდან შედედებული რძე. შესქელებული. მოვინდომი არა?